უკვე 3 საათზე მეტი აჭარის ანსამბლიდან გარიცხული მსახიობები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამჯერად ისინი ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად საკუთარი თანამდებობრივი სტატუსის აღდგენასაც მოითხოვენ. მსახიობებმა მთავრობის სახლის წინკარვების გაშალეს და პროტესტის ნიშნად ღამე იქ გაათიეს. აქციის პარალელურად აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და იმ მსახიობებმა, რომლებიც საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობდნენ, განცხადება გაავრცელეს. განცხადების თანახმად ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ქორიძის გუნდის წევრების ანსამბლში დაბრუნების შემთხვევაში კოლექტივს თავად დატოვებენ, რადგანაც მისი გუნდში დაბრუნების შემთხვევაში სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ელოდებიან. მათი თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა არა მარტო სახელმწიფო ანსამბლის, არამედ მასთან არსებული სტუდიის მუშაობაც შეაფერხა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკითხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მაცნეს მთავარ გამოშვებას შემოგთავაზებთ. თავისუფლებული მოცეკვავები ითხოვენ მესამე დირექტორის 1 წლის განმავლობაში გადადგომას. თუ კი კონფლიქტური, არაკომუნიკაბელური თემურ ქორიძე, თამაზ ბერიძის სახით განთავისუფლებული წევრებისგან 10 ადამიანი სხვებზე პრეტენზია ჩვენ არ გაგვაჩნია. მათი დაბრუნების საკითხი დადგება ანსამბლში. ჩვენ ანსამბლის დანარჩენი 80 წევრის სახელით ვამბობთ, რომ იძულებული ვიქნებით დავტოვოთ სამსახურები. ველოდებით იმას, რომ ბატონ არჩილს შეხვდნენ ჩვენი ანსამბლის წევრები, იმედია, რომ დადებითი პასუხით გამოვლენ. თუ არ დაუკმაყოფილდით უმრავლესობა, ვაპირებთ როგორც აჭარაში გავხსნით კარავები, ისე გავხსნით ქუთაისში პარლამენტის წინ, რა თქმა უნდა. თუ უარყოფითი პასუხით გამოვიდნენ, თუ დადებითი პასუხით გამოვიდნენ, რა თქმა უნდა, ტაშით მივესალმებით.